ზღაპარი ორ ძალიან კარგ მეგობარ გოგოზეა. თინაზე და ქეთოზე. ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. ისეთი საინტერესო თამაშები ჰქონდათ მოგონილი. ისე კარგად ერთობოდნენ. ხან ერთი მოიტანდა წიგნს გადაშლიდა, ათვალიერებდა ერთად, ხან მეორე მოიტანდა ნახატებიანს, ძალიან საინტერესოს. ой, ფურცლავდნენ და იკარგებოდნენ შიგნით. მოკლედ ზღაპრები ძალიან უყვარდათ. ერთად ყოფნა უყვარდათ. თამაში უყვარდათ. ისეთი შესაშური ურთიერთობები ჰქონდათ, რომ ქეთოზე და თინაზე ყველა ლაპარაკობდა. აი მესმის, აი ეს არის მეგობრობა, აი ეს არის ერთად ყოფნის ინტერესი. ხო და გადიოდა დრო, ქეთოც და თინაც იზრდებოდნენ და ეს მათი მეგობრობის ამბავი ყველა მიცოდა. მაგრამ იყო ერთი ხალი, რომელსაც კარგი გოგო ყავდა, მაგრამ ვერ გაზარდა კარგად. უზრდელი იყო, ჭამის დროს იფურთხებოდა, ხან ვიღაცას წამოარტყავდა თავში, ხან დაახველებდა ან დაამთქნარებდა, ხელს არ მიიდებდა ჭამის დროს, დაახველებდა, გადმოყრიდა საჭმელს. უზრდელი იყო, ცუდი სიტყვები იცოდა ისეთი. ვაიმე, ისეთ ცუდ სიტყვებს ლაპარაკობდა. რამე სათამაშოს დაინახავდა, ჩემია მომეცით, ჩემია მე მინდა. და მეორეს გამოართმევდა სათამაშოს და დაუმტვრევდა ხოლმე. რატო? კაცმა არ იცის. აბაკუნებდა ფეხებს, ეს მინდა, ის მინდა, მეც მინდა, არავინ არ მეთამაშება. ვინ ეთამაშებოდა? ყველას უმტვრევდა სათამაშოს, ან წაართმევდა, ან ცუდად იქცეოდა, ან ცუდ სიტყვებს ეუბნებოდა. შეწუხდა ეს ქალი. რას ქვია, მე ასეთი მნიშვნელოვანი დონის ჯადოქარი და ჩემი შვილის არავის არ ეშინიაო? ჩემი ხო საერთოთო და თამაში არ უნდათ ჩემ შვილთანო? ესო კარგად არ დამთავრდებაო. ამ ქეთოს და თინას ამბავი სამაგალითო უნდა გავხადო, ისე უნდა დავაშორო ერთმანეთსო. ხო და ამ ქალს მთელი ქვეყნის ამბები საიდან ესმოდა იცით? ან საიდან იგებდა ამ ყველაფერს? დადიოდა ესე, დადიოდა და ჭუჭრო ტანებში იყურებოდა. ეს ცოლ-ქმარი ჩხუბობს, ბავშვებსაც ცემს. რა თმებით ითრია დედამ ერთი ბავშვი, აი ჩემნაირი, გადასარევი. ამ ფანჯარაში შეიხედებოდა და გიჟდებოდა ფანჯარაში სახლის თვალიერებას, იმიტომ რომ სწავლობდა იქ რა ხდება. ვინ როგორი ხასიათის არის, ვის რისი ჭამა უყვარს. როცა დაღამდა, ჯადოქარმა თავისი ნამდვილი სახე მიიღო. გიჟდებოდა, ისე მოსწონდა თავისი ცხვირი და ერთხელაც ამ სასიზღარმა ჯადოქარმა, მახინჯმა და ბოროტმა წავიდა, მივიდა ქეთოს სახლთან, გადაწია ფარდა, შეიხედა ისევ თამაშობს ეს ორი გოგო, ქეთო და თინა. როგორ უყვართ ერთმანეთი. შემახედეთ ერთი სათამაშოებიც კარგი ქონიათ, უყურეშეთ. აი მე თქვენ ყოფას გიტირებთ ეხლა, არ გინდათ ჩემ შვილთან თამაში, ხო? არ გინდათ. აი ახლა ნახავთ რას გიზავთ.
ისეთ ჯადოქრობას ჩავიდენ, რომ ვერც კი მიხვდებით ქეთოს საყვარელ მეგობარ თინას. შევცვლი ჩემი შვილით. მაგარია, ოღონდ ისე რომ დავამსგავსებ, როგორც ერთ-ერთში. ზუსტად დაემსგავსება თინას. აბა თუ კარგი გოგოა და თუ არის ნამდვილი მეგობარი ქეთო, მიხვდეს თუ ჩემი შვილია. აბა ვნახოთ. მოკლედ, როგორც ჩაიფიქრა ჯადოქარმა, ისე გააკეთა. თავისი უზნეოზე უზნეო შვილი დამსგავსა უსაყვარლეს, უჭკვიანეს, უკარგეს გოგო თინას. ერთმანეთისგან ვერ განასხვავებდით. რაც შეეხება ნამდვილ თინას, ის ჯადოქარმა სახლში წაიყვანა, ჩაუკეტა კარები, ერთი თეფში საჭმელი მიუგდო და უთხრა: შენს მაგივრად ქეთოს ახლა ჩემი შვილი. მეგობრებაო, მეორე დღეს ქეთოსთან მივიდა ვითომ თინა. ანუ საძაგელი, უზნეო და უზრდელი ჯადოქრის შვილი. ქეთო რა თქმა უნდა ვერაფერს ვერ მიხვდა, გაუხარდა, დაიწყეს თამაში, მაგრამ ეს თამაში დამთავრდა ჩხუბით, აყალ-მაყალით და აი ამ გოგოს საშინელი საქციელით. ქეთომ დაიწყო ტირილი. ჩემი თინა არასოდეს ესეთი არ ყოფილა. ამ დროს ჯადოქარი იდგა ფანჯარასთან და უხაროდა, აი ახლა იწყება, თავდავიწყება. ჩემ შვილს ეყოლება ქეთო მეგობრად. აი ახლა ნახონ თუ არ უნდათ ჩემ შვილთან თამაში ბავშვებს. ქეთო ხამეტიროდა. ვაიმე, რა დაემართა ჩემ თინას? ის ხო გადასარევი მეგობარი იყო ჩემი. მეორე დღეც დადგა, მოვიდა ისევ ეს მაწაკი ბავშვი. დაუნტრია ყველა სათამაშო. ფეხით ახტებოდა ესე ფეხით. დალეწა ყველაფერი. გააღო მაცივარი, გადმოყარა საჭმელი, ეს მე არ მიყვარს. ამას მე არ ვჭამ. მოკლედ, გაოგნდა ყველა. წავედი ახლა მე. გამაცილეთ, გამოაცხადა. სიამოვნებით გააცილეს და ქეთომ ისევ მორთო ტირილი. რა დაემართა ჩემ თინას? აღარ მინდა ხვალ აღარ მოვიდესო და მეორე დღეს აღარ დაპატიჟეს და კარები აღარ გაუღეს აი ამ გოგოს, რომელიც იბრალებდა, რომ იყო ქეთოს უახლოესი მეგობარი თინა. ერთ საღამოს ჯადოქარმა შეიხედა ქეთოს ოთახში და ხედავს ქეთო დამხობილია ლოგინზე და ტირის სათამაშოები მიყრილ-მოყრილი, თავისი შვილი სანაქებოდ დამტრეული და დაიწყო ფანჯარაზე კაკუნი. წამოხტა ქეთო. მოდი ჩემთან, მოდი, ახლოს მოდი. საწყალო გოგო, მოგენატრა შენი მეგობარი? ეხლა მე შენ ქეთო ერთ გამოცდას ჩაგიტარებ. თუ შენ ნამდვილად გიყვარს შენი ნამდვილი მეგობარი თინა, მაშინ უნდა გამოიცნო ორ ერთნაირ გოგოს შორის რომელია თინა და რომელია ჩემი უსაყვარლესი, უჭკვიანესი, ულამაზესი შვილი. აბა დააკვირდი, თუ გამოიცნობ, ნამდვილ მეგობარს დაგიბრუნებ. ქეთომ ატირებული და აცრემლიანებული თვალებით ახლოს მივიდა ფანჯარასთან.
უყურებს ორივე გოგო აბსოლუტურად ერთნაირები არიან. როგორ გამოიცნოს თავისი საყვარელი მეგობარი? დაფიქრდა, თეთო აუკანკალდა გული და ფიქრობს, ეხლა თუ შემეშალა, დავკარგავ მეგობარსო, მაგრამ უცებ რას ხედავს? ის შუშა, სადაც ერთი გოგო დგას, დაიორთქლა. ესე იგი, თბილი გული აქვს და რაღაცას მანიშნებსო და მარტო კი არ დაიორთქლა, არამედ გული დაიხატა. მიხვდა კეთო, რომ აი ეს არის მისი მეგობარი თინა. ბავშვებო, თქვენ კი იცოდეთ, რომ ნამდვილ მეგობარს ყოველთვის ყველასგან გამოარჩევთ.